ვედით უკვე Tinkercad-ის ჩვენს აკაუნტზე. აი აქ იქნება ლევან ნიშნიანიძე. ეს არის home და ახლა გავიაროთ ამ Tinkercad-ის პლატფორმის მიმოხილვა, მცირედი დეტალები. მოკლედ, აქაც გვაქვს, როგორც გითხარით, 3D დიზაინი გვაქვს, ასევე წრედები შეგვიძლია ავაწყოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება წრედები, ანუ ჩვენ გამოვიყენებთ წრედებს. თუ სურვილი გექნება თქვენ 3D დიზაინში და შეგიძლიათ შეხვიდოთ და გააკეთოთ. აქაც შეგიძლიათ ნახოთ რამდენიმე პროექტი, გადახედოთ მას, მაგრამ ახლა ზოგადად როგორ დავიწყოთ პირველ პროექტზე მუშაობა. ამისათვის ზევით ნახეთ create რომ აწერია და პლუსი რომ არის ამ create-ს დავაჭერ და ავირჩევ მე რომელი მინდა, ანუ 3D დიზაინი მინდა თუ წრედები მინდა, ხო? თუ code blocks მინდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ვირჩევთ წრედებს მეორე და შემოვდივართ უკვე ამ სიმულაციის გარემოში. ესე იგი, ჩვენ აქ ვირტუალურად შეგვიძლია ავანთოთ სინათლე, დავატრიალოთ ძრავი, Arduino გამოვიყენოთ, კოდები დავწეროთ და ასე შემდეგ. აქ გვაქვს ეს კომპონენტები, Arduino-s კომპონენტები, შეგვიძლია ეს გადავიყვანოთ all-ზე და ყველა კომპონენტი გამოჩნდება აქ რისი საშუალებაც აქვს Tinkercad-ს. უამრავი კომპონენტი არის. Tinkercad-ის გარდა აქვე გეტყვით რომ არსებობს კიდევ სხვა სიმულაციის პროგრამები, მაგრამ დასაწყისში Tinkercad-ი სრულიად საკმარისი არის ჩვენ რასაც გავივლით და მოდი განვიხილოთ ახლა ეს Tinkercad-ის გადავიდეთ ძირითადზე Tinkercad-ის ძირითადი თემები. მოკლედ, როგორც გითხარით, აი აქ მარჯვნივ გვაქვს კომპონენტები, პირველ რიგში პირველი დავალება ეს არის LED-ის ანთება, მაგრამ ამ შემთხვევაში უბრალოდ გასწავლით Tinkercad-ში როგორ უნდა ვიფუნქციონიროთ. ან თუ გვინდა რომ რომელიმე კომპონენტი გადმოვიტანოთ, დავაწყაპუნებთ აქ და გადმოვიტანთ აქეთ. მაგალითად LED, ანუ LED გადმოვიტანეთ უკვე. აქ შესაძლებელი არის რომ როდესაც LED-ს დავაწყაპუნებთ, აქ გამოჩნდება რაღაც ფანჯრები. ესე იგი, შეგვიძლია ამით მოვატრიალოთ მარცხნივ, მარჯვნივ, ამით შეგვიძლია ამოვატრიალოთ. ამით შეგვიძლია წრედები სხვადასხვა დამაკავშირებლით დავაკავშიროთ, ეს ნორმალური იქნება, ალიგატორი იქნება თუ ასე შემდეგ. ფერი შეგვიძლია ავირჩიოთ აქ, ოღონდ ეს არის კაბელების ფერი, აი მაგალითად ჩვენ რომ გადმოვიტანოთ ახლა ელემენტი, აი თუ გვინდა რომ ელემენტი დავუკავშიროთ LED-ს მაგ შემთხვევაში პლუსიდან ხომ შეგვიძლია წავიყვანოთ პირდაპირ და მივაერთოთ აქ ანოდზე. ამას დეტალურად განვიხილავ LED-ს როგორ უნდა დაკავშირება მომდევნო ვიდეოებში და ასე შემდეგ, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ახლა ეს ძირითადი ბრძანებები განვიხილოთ. ესე იგი, დავუკავშირეთ ეს ერთი კაბელით ამას, ხო? ანუ როგორ ვაკავშირებ? აქ მივიტან მაუსს, დავაწყაპუნებ, წავიღებ და შევაერთებ აქ, ხო? უკვე დავაკავშირე. შეგვიძლია ეს კაბელის ფერი შევცვალოთ, ანუ ამას დავაწყაპუნებ და აი აქ მწვანე რომ არის ამას ჩამოვშლი, ავირჩევ რომელი ფერიც მინდა, წითელი მინდა, შავი მინდა თუ რა ფერის შესაძლებლობებიც გვაქვს იმის მიხედვით. ახლა რაც შეეხება აქ გვაქვს კიდე კომენტარი, შეგვიძლია კომენტარი გავუკეთოთ კომპონენტს, ან კომპონენტს არა და ისე ზოგადად ამ პროექტს გავუკეთოთ, მაგრამ ძირითადად ბევრი კომპონენტი თუ გვაქვს გამოტანილი, მაგ შემთხვევაში კომენტარები შეგვიძლია დავუწეროთ, ეს შეგვიძლია დავაპატარავოთ, შეგვიძლია გავზარდოთ, ანუ გამოვაჩინოთ შიგნით რა წერია, ან წაშლა თუ გინდა დავაწყაპუნებ ამას და აი ნაგვისურნა რომ არის წავშლი ამას. მაგალითად იგივენაირად ხდება ამ კომპონენტის წაშლაც, თუ მინდა ამის წაშლა დავაწყაპუნებ ამას და დავაწყაპუნებ ნაგვისურნას, ან კლავიატურითაც შეგიძლიათ. მე პირადად კლავიატურით უფრო მოსახერხებელი მგონია, ანუ როდესაც დავაწყაპუნებ აქ ბატარეას, ელემენტს, დავაჭერ წაშლის ღილაკს, დილით და წაიშლება ეს კომპონენტი. LED გამოვიტანეთ, კომპონენტების გამოტანა გავიგეთ, ფერის შეცვლა კაბელის გავიგეთ, ახლა ჩვენ შეგვიძლია ასევე ფერი შევუცვალოთ LED-საც. ანუ როდესაც LED გვაქვს აქ გამოტანილი, შეგვიძლია აი აქ ფერი. ნახეთ, როდესაც LED-ს დავაწყაპუნებ, შეგვიძლია აქ ჩამოვშალოთ ფერი და აი ეს ფერები ავირჩიოთ მწვანე, yellow, orange და ასე შემდეგ, რომელი ფერიც გსურთ. შემდეგ, როდესაც LED-ს დავაწყაპუნებ, აქ შეგვიძლია LED-ს სახელი დავარქვათ. მაგალითად, თუ დიდი პროექტი გვაქვს რაიმე, შეგვიძლია შესაბამისი სახელი დავარქვათ. ეს შეიძლება საჭირო იყოს, შეიძლება არ დაგჭირდეთ, ხო, მაგრამ მე მაინც გეტყვით.
კარგი, კოდის სახით, რაც შეეხება კოდს აი აქ ვწერთ კოდს, მაგრამ ახლა კოდს რომ დავაჭიროთ, ეს არ გამოჩნდება, სანამ ჩვენ არ გამოვიტანთ მიკროკონტროლერს, ანუ რაზეც შეიძლება კოდი ვწეროთ. ამისათვის ვიყენებთ Arduino Uno-ს, აი აქ რომ არის, დავაწყაპუნებთ ამას და გადმოვიტანთ მარცხნივ და როდესაც ამ Arduino-ს გადმოვიტანთ, ანუ Arduino არის მიკროკონტროლერი, რაშიც ჩვენ შეგვიძლია ჩაწეროთ კოდი და კოდის მიხედვით შეგვიძლია ვამუშაოთ სხვადასხვა კომპონენტები, ეს სენსორები შეგვიძლია დავუყენოთ ან სხვადასხვა კომპონენტები. ამ შემთხვევაში პირველი დავალება არის LED-ის ანთება და მაგალითად ავანთოთ LED-ი, ხო? მაგრამ ახლა სანამ LED-ს ავანთებდეთ, მანამდე უნდა ვისწავლოთ როგორ დავწეროთ კოდი, როგორ გამოვაჩინოთ კოდის დაწერის ფანჯარა, ხო? აი აქ დავაწყაპუნებ კოდს, შემდეგ აი აქ ბლოკს რომ არის, შეგიძლიათ ბლოკების მიხედვითაც დაწეროთ, მაგრამ ეს Scratch-ს გავს და Scratch-ში ნამდვილად არ არის ლამაზი ახლა Tinkercad-ისთვის ამ პლატფორმისთვის. ამიტომ ბლოკს დავაჭერ აი აქ და ავირჩევ ტექსტ. შეგიძლიათ ბლოკიც იყოს და ტექსტიც იყოს და შეგიძლიათ ტექსტიც იყოს. ანუ ტექსტს დავაჭერ, Continuous დავაჭერ და აქ უკვე შემიძლია კოდის წერა. რაც შეეხება ამ კოდს, შემდეგ ვიდეოში განვიხილავ დეტალურად შეერთებებსაც, უკვე პირველ დავალებას, ანუ Arduino-ზე პირველ დავალებას მომდევნო ვიდეოში განვიხილავ და კოდებს აქ. მაგრამ ზოგადად რომ თქვათ, როდესაც გავხსენით, რომ შეხედეთ, როდესაც გადავიყვანე ეს კოდი ტექსტზე, აქ გამოჩნდა ეს კოდი, ანუ ავტომატურად ეს პირველი კოდი, ანუ პირველი სავარჯიშო არის ეს LED-ის ანთება და ჩაქრობა, ხო? და ამ სავარჯიშოს უბრალოდ გვაძლევს ავტომატურად თვითონ Tinkercad-ი გვთავაზობს პირველ დავალებას. Tinkercad-ის პლატფორმა, როდესაც Arduino-ს გამოვიტანთ. ყოველთვის დაგვხვდებათ ეს კოდი. კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვათ ამ პლატფორმაზე, მეტი ისეთი არაფერი, ძირითადები განვიხილეთ. ამის მობრუნება თუ გვინდა, როგორც LED-ის მობრუნება იყო, შეგვიძლია აქედან დავატრიალოთ, ეს როგორც მოგიხერხდება თქვენ, ასევე უკან დაბრუნება ეს არის. წინ წასვლა ეს არის და ასე შემდეგ. ამას უკვე დროთა განმავლობაში ჩვენ რაც დაგვჭირდება, ყველაფერს ეტაპობრივად განვიხილავთ თან და თან.